მოკლედ წეგან სერნოვდით, კატაოდით, გაზავდით ავტობანზე ქვევით და 100 200 სინჯავდით, როგორ ჩქარდებოდა რაღაცები და უცბად ლადო რეკავს, რომ ბაკურიანში მივდივართ 2-3 საათში აქ ეყავი ჩემთანო რა მოკლედ და ეხლა ამ ლამაზ მოტოციკლეტს აი ესე გაციკციკებულს წავიყვანთ, უცბად საბურავებს შევუცვლით, გავამზადეთ ბაკურიანისთვის და შემდეგ უკვე წავალთ და ლადოსთან ერთად დავიწყებთ ჩვენი ლამაზი ვიდეოების გადაღებას, ასე რომ შევხვდებით ამის 3-4 საათზე სანამ ბაკურიანისკენ გავალთ რა. 2 hours later. ავა წვეთ მოვასწარით, ეხა დაუდებთ მანქანაზე და წავიღებთ ლადოსთან პიტსტოპში და საღამოთი უკვე დავიძრობით ბაკურიანისკენ რა. ლადო, ცოტა ადრე გამაფრთხილე ხოლმე, ერთი დღით ადრე მაინც და არა 1 საათით და 2 საათით, რომ ტრასაზე ვიდექით, ჩვენთვის რაღაცა 100 200 ტესტავდით, გონკავდით და წავედით ბაკურიანში, მამუ მოტო მოიყვანე პიტსტოპში, всё მივდივართ. კარგი რა. მოვედით, ღამის 3 საათია უკვე და ეხა ლადოც ჩაიცნობს, ჩამოვა და წავალთ უკვე ბაკურიანისკენ. ბევრი წვალება მოგვიწია იმისთვის, რომ ბაკურიანში როგორმე 1 საათით გვევლო ხან ამინდი არ იყო, ხან დითოლობა იყო, ხან ქარი იყო, ხან რავი, ყველაფერი მოხდა, მაგრამ აქ არის ორივე R1-იც და ლადოს ახალი ZX6-იც, რითიც მომავალში ძალიან ბევრ რაღაცა საინტერესოს გადაიღებს დარწმუნებული ვარ. ეხლა ნელ-ნელა წავალთ უკვე ბაკურიანისკენ და იქ რასაც გავაკეთებთ დარწმუნებული ვარ, ლამაზი და კაი გამოვა. მოკლედ ჩაუჯექთ ვიდეოს და ორივე არხი გამოიწერეთ, ჩემიც და ლადოსიც. ბაკურიანიდან დაგებრუნდებით დილის 7 საათზე. ჩამოვედით, ჩამოვახციეთ. დილის 6 საათია მოკლედ. ეხლა ცოტა ხანი ლოდინი გვიწევს, სადღაც 1 საათი და 7 საათზე მივალთ უკვე დიდველზე და დავიწყებთ მომზადებასო. რადოთ ასვლა. რა ვიცი რა გამოვა და როგორ გამოვა. არა, ყველაფერს ვესწრებით. რაც შეიძლება მაღლა ავიდეთ. ნუ შუა კანატკამდე მაინც ბოლომდე თუ არა. ცოტა დაგვესვარა მოტოციკლები გზაში. მაინც ლამაზია ორივე ჩემი აზრით. მოვედით. აი ეს არის დიდველის ტრასა, რომელზეც უნდა წადოთ ასვლა მოკლედ და რა გამოვა აგერ ნახავთ ეხა ძალიან ცივა, აი -3 გრადუსი ალბათ, მაგრამ აი ძლებში რო გატანსაგრე გამოკლედ. ეხა ჩამოვიღებთ მოტოციკლეტებს, დავაყენებთ და მომზადებთ და მე უკვე დავიწყებთ აი იქ ბოლოსკენ, აი სადამდე შევძლებთ, იქამდე უნდა ავიდეთ მოკლედ და მივეხმარებით ერთმანეთს, თუ მე დავარდი. იმედია ლადო ამაყენებ თორე. არ ვიცი რა, ესე არ გამოვა ჩემს მო. დავიცვით გავამზადეთ, ეხლა თათმანებსაც გადავიცვევთ და დავიწყებთ უკვე ზევით წასვლას. მოკლედ შევძელით. ამოვედით. კანატკაზეც ავედით. ყველანაირ გზაზე ვიარეთ, აი რაც კი იყო საერთოდ. ყველგან და ძალიან მაგარი იყო რა. შევძელით, მოკლედ რაც გქონდა დაგეგმილი, გამოგვივიდა. კანატკის მეორე სადგურზე ამოვედით ჩვენი მოტოციკლეტებით, აი ამეებით, ამ საბურავებით მე და მამუკა დავდექით. ამოვედით ბოლომდე მოკლედ, ძალიან ბედნიერები ვართ. ეხა გველოდებიან შიგნით კანატკაში უნდა შევსვათ მოტოციკლეტები.
მოკლედ არ შეგვეტია ჩვენი ლამაზი მოტოციკლეტები აი ამ კანატკებში და მე და ლადოს გვიწევს ეხა ისევ აი ამ ორი ლამაზმანით უგუღმა ეხა დაბლა ჩასვლა რა ასე რომ ამოსვლა კარგად დამთავრდა ეხა ჩასვლა რა იქნება ეგ არის ძალიან საინტერესო წავედით ეხლა ჩამოვედით. რა ხა წარმოვიდგინე ხალხი რო სრიალებს და გვიყურებს რა უნდა თაქამას. ბაიკებით ავდივარ. ყველაფერმა მაგრად ჩაიარა, ავედით ბოლომდე. არ მეგონა, მაგრამ შევძელით ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ლადოს ვიდეო რო ვნახე პირველად. იარას და სულ შიგნით იფლობოდა და რა ვიცი, ეხლა რომ მოვედით ეთყობა, კაი ფეხი მაქვს და ამუმაგრესკასთან ერთად მოკლედ ძალიან მარტივად და იდეალურად შევძელით ბოლომდე სადამდეც გვინდოდა ამ ყველაფრის გაკეთება რა. ესენი კი დღევანდელი ჩვენი საქმის გმირები არიან, Yamaha R1 და ლადოს ახალი ZX6R, რომელსაც ჯერ დარწმუნებული ვარ, ეს ვერ ფიქრობს, მაგრამ რამდენი თავგადასავალი ელოდება ღმერთმა იცის, სადამ ოყოფს თავს ეხლა უბრალოდ კანატკაში ვერ შეტია ვერანაირად, თორე კანატკაში შეყავ და ეს უნდა შეეთხარა შიგნით რა. მოკლედ, მადლობა ვინც ნახეთ ეს ვიდეო. დალაიქეთ და კომენტარეთ და გვასაბსკრაიბეთ, გამოგვიწერეთ. მომავალში დარწმუნებული ვარ ამაზე ბევრად მაგარ ვიდეოებს შემოგთავაზებთ. უბრალოდ არც თუ ისე მარტივი იყო ეს ყველაფერი რა, ასე რომ საკმაოდ დიდი წვალება და შრომა გავდეთ იმაში, რომ უბრალოდ აი 1 საათით ვსულიყავით აქ და იქ კანატკამდე ავსულიყავით რა. მადლობა ამ ვიდეოს ვინც უყურეთ. აბა შემდეგ ვიდეომდე დროებით.